გამარჯობა, დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო თემას მინდა შევეხო ამ ადამიანის კითხვის წყალობით და თუ გინდათ რომ ბედნიერს ვერ გქონდეთ, ბევრ საინტერესო თემაზე გაიგოთ ინფორმაცია, მაშინ გამომიწერეთ და ჩემი ყოველ ვიდეო ნახეთ. ახლა კი გადავიდეთ პასუხის გაცემაზე და როგორც ყოველთვის შესავალს გავაკეთებ მათთვის, ვისთვისაც უცხოა ეს კითხვა და ტერმინები ზოგადად. ამ კითხვაში ტექნიკურად იგულისხმება ბიტკოინის მაინინგი, რაღაც ტიპის მაინინგი, მაგრამ უფრო ღრმად და მრავლისმომცველია ეს საკითხი და მოკლედ დავიწყებ დეტალურად პასუხის გაცემას. მოკლედ, კონკრეტულად რომელ პროექტს გულისხმობს ეს ადამიანი, ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ Google-ში რა ინფორმაციაც მოვიძიე. ბევრი სხვადასხვა პლატფორმაა მომიგდო ასევე ერთი აპლიკაციაც და ორ ნაწილად ჩავშლი. ერთი ტიპის პლატფორმა იყო, რომელიც ტელეფონით ჩართვას მოიაზრებდა მაინინგში და აქედან მოვიტყვი, რომ სისულელეა ტელეფონით მაინინგში ჩართვა, ბიტკოინის მაინინგში ჩართვა, იმიტომ რომ ტელეფონით გამომუშავებული ბიტკოინი არის 1 მილიონედი ალბათ და იმდენად მცირეა ეს გამომუშავება, თან პლუს ამას ის ტვირთავს ტელეფონს, გადაახურებს ელემენტს, სისტემას იმდენად დაგიტვირთავთ, რომ შეიძლება ხშირად გაგიჭედოთ და ასე შემდეგ. ანუ უფრო მოკლე დროში გახდება თქვენი ტელეფონი გადასაგდები, ვიდრე მას ნორმალურ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ექნებოდა. და ბუნებრივია იმ თანხასაც ვერ ამოიღებთ, რაც ეგ ტელეფონი დაგიჭდეთ. ამიტომ ამ ტიპის მაინინგში ჩართვა ტელეფონით, ბიტკოინის მაინინგში ჩართვა ჩემთვის არალოგიკურია და მე პირადად არ გავაკეთებდი. მეორე ტიპის პლატფორმები იყო cloud mining-ის სისტემა, რომლებიც ყიდიან hash rate-ებს. აი წარმოიდგინეთ, ვიღაცას უდგას დიდი რაოდენობით მაინერი და იქიდან გაძლევთ ბიტკოინის გამომუშავების ენერგიას. hash rate-ები ამას გულისხმობს გამოთვლითი რესურსის გაყიდვას. და რაც ვნახე მე პლატფორმები, არც ერთი პლატფორმის უკან რეალური გუნდი არ იძებნებოდა და ხშირ შემთხვევაში მსგავსი პლატფორმები არის სკამერული პროექტები. ცდილობენ თანხა გამოგზავნონ და პონზი სისტემის მსგავსად თქვენი ჩადებული ფულით ისინი უხდიან წინა მომხმარებლებს, ვინც ფული ჩადეს იმ ანაზღაურებას და იქამდე გადაიხდიან ასევე ფულს, სანამ ახალი მომხმარებელი შემოდინება არ შეჩერდება. და მოკლედ არ გირჩევთ მსგავს პროექტებში გახვევას, რადგან დიდი რისკის შემცველია და შეიძლება დაკარგოთ თქვენი თანხები, თუ რეალურად გუნდს არ იცნობთ, პირადად ან ისეთ კომპანია არა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება და რეპუტაცია უმაგრებს ზურგს, არ გირჩევთ მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღებას. ტექნიკურად კი ორივე შესაძლებელია, როგორც ტელეფონის, ასევე ესეც, მაგრამ ტელეფონზე სისულელეა ჩემი აზრით და ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ გუნდი კარგად გაიცნოთ. ეს არის მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი, თუ მეტყვის ეს მომხმარებელი კონკრეტულად რომელ პროექტს, პლატფორმას ან რაღაც მსგავს გულისხმობდა, უფრო დეტალურად შემეძლება იმ პროექტზე ინფორმაციის მოძიება და პასუხის გაცემა, მაგრამ შევეცადე ახლა ზოგადი პასუხი გამეცა, რომელიც ამ ადამიანს შესაძლოა ფულის დაკარგვისგან გადაარჩენს. ალბათ დროებით და წარმატებით ყველას დამისვით კითხოთ, რომ მეინტერესებთ, შევეცდებით დეტალურად ამ უწურებელ პასუხი გაგცეთ. ალბათ დროებით.